დილამშვიდობის რამდენი ხარია აღარ მოგსალმები ვარ. გამარჯობათ ხალხო. საშილად მოსაწესრიგებელი ვარ და დრო მაქვს ფაქტიურად 15 წუთი. ნუ რაღაცა იცი როგორ არის 20 წუთი მაქვს და 15 წუთს ვიტოვებ იმისთვის რომ მოვემზადო და გავიდე. ამიტომ რამდენად მოვასწრებ არ ვიცი, მაგრამ ანუ ის მომენტი რომ დღეს მეგონა რომ ბავშვი გავუშვებ მეთქი 9 საათზე 9:30-ზე და მე ჩემი დღე იქნება მეთქი 100 არ არის დღეს მაგას ხვალისთვის მოვიტოვებ და მინდოდა მეყურებინა ის ახალი ფილმი გუში რო გითხარით, მაგრამ ვერ. იმიტომ რომ უნდა წავიდე, რადგან ჩემი გოგო უნდა ჩავიყვანო ლილოს ბაზრობაზე. აქ მაქვს შესაფუთი მასალა. უბრალოდ აქ არ ვინახავ ხოლმე, უბრალოდ წინაზე რომ შევფუთე, რაც დამჭა აქ დავტოვე რა. რომ მეთქი დამჭირდება. ხოდა, რა ვიცი. რა თმახველებს? ეს მოვხიო თუ მოჭრა. მოვხიო თუ მოჭრა. ეს თნა მოვხიო. Antes que eu estou com gelado na gaveta. Ძალიან არ ჩქარობ იმ სიტუაციის გამო რომ მოვტრიალდები სახში უნდა ვიყო და რაღაცები თუ გასაკეთებელი. თუ კი არა, ბლომად მაქვს რაღაცები გასაკეთებელი და მე გავაკეთებ. აი, ნახეთ სად დაგიჭირე. ანუ ტრები, ხოიცით სახში რომ დაბრუნდება 3-4 დღით გასული ქალი სახში რომ მობრუნდება, რამდენი რამეა ხოლმე გასაკეთებელი. საწოლი ნილოსია ეგ და დიდით ვერ ასწრებს ხოლმე და არც ვალდებულებ დიდად. ანუ ყველაფერმა გავაკეთოთ ჩქარა ამ ტელევიზორს გავთიშო. ქათმებს გამოვიყვან მარტო და ძაღლებს რომ მოვალ მე ვაჭმე, იმიტომ რომ წუხელ ვაჭამე გვიან და უყრიათ ჯერისა. აი ჩვენი ქალბატონი აქ არის. ჩემი გოგო. ჩემი გოგოშკა. არ ვიცი სურათები გადავუღე თუ არა, არ მახსოვს. ცალკე სურათები ხარ. აუ, ეს პატარა გოგო. ერთი წამი. პატარა მომივიდა. просто პატარა კი არ მომივიდა, პატარა იყო შემორჩენილი. არა უშავს, სხვა დროს გამოვიწერეთ ამას. ეს უნდა იყოს დაახლოებით აი ამ სიგრძის. კარგად გიბრიელად მეძინა რაღა დაგიმალოთ. უფრო კარგად და დიდხანს დავიძინებდი, მაგრამ არ გამოვა ეგეთი რავე. ესე. ეს ქალბატონი ესეა და მინოთ. Avara film ხო არ გახსოვთ. სადა. ყავას მოვიტან რა, სადღაცას დამრჩა. ესე იგი ბაზრობაზე მივდივარ და მარტო იმისთვის არ მივდივარ რომ ეს მივიტანო რაღაცებიც უნდა ვიყიდო წვრილმანები და ბავშვებს ვუთხარი რა რომ მეთქი აბა თუ რამე გინდათ თქო რომ მითხრათ რა ბარე მეთქი იქ ვარ და ანდემანდევს ფურცელზეც გახართ ეხა თქვენ და სრულად არ წერია ისინი რაც დამაბარეს
კბილით არ წყვეტავ. არ გიგონებს უბრალოდ კბილს ვადებ რომ გაწყდეს. ხო და ერთ სიტყვით ვლომად რაღაცით დამაბარეს. უნდა შევიქროლოთ და უნდა ვიცადოთ რომ ძალიან მალე მოვიდეთ. და ლაშამაც რაღაცა კინაკავეულობა დამაბარა. თან რომ და ნახო და ვურეკო მოკალეთ რა, ოღონდაც არა. ოღონდაც არა სიტუაცია ზუსტად. არადა დღეს ვფიქრობდი რომ მეთქი კარგად დილით ჩავწერთ ხო ვიდეოს ყავასთან ერთად გოგოებთან ვეთქი. მაგრამ მინდა გაცადა, გაიღვიძეს და სკოლაო და დროზეო და რა ვიცი. აი მე როცა გეჩქარება ამ კოჩმა ხო მაშინ უნდა გაახუროს. აი ყავი. სამსახურში კოჩი ხო გვაქვს ხოლმე ძირითადად რა და ხელში გვიჭირავს უყუთების აწყობისას და თუ ერთია ეს თავი დავკარგეთ ხოლმე ტრისას რო იტყვიან. გუჟინ უფრო სუთხარი მაისში უნდა დავისვენო მე. ვიციო. ანუ იქ რომ მიდევთ. წირას არ გეუბნება ისში ვისვენებ მეთქი. ნახე, 3 თვით ადრე გავაფრთხილეთ. 14-დან რაღაცის ჩათვლით და ის 4. ოღონდ ამ დღე ეს მარტო არის ჩემი დღეები 14 და მე მგონი 22-23-24. უკეთ აი მაგ დღეებში ვისვენებ რა. ოკეიო. ერთი თვით რაღაცაში თუ გჭირდება დასვენება და რაღაცა პრობლემა არ არის. და ძალიან გაგებით ეკიდებიან ყველა ესეთ სიტუაციას თუ არის ხოლმე რა თქმა უნდა. ჯერმე არ გამიცდენია. პრინციპში პირველივე მორიგეობა გავაცდინები. ვიდეო ჩემი რო დაიღუპა სამწუხაროდ. მაშინ ერთი დღის დაწყებული მქონდა მუშაობა და მეორე დღეს აღარ წავედი. ახლა ოდნავ დავამატებ კიდე ამას და რატომაც არ იკრავს ეს? რატო არ იკრავს? შეიძლება იკითხოთ რომ თუ მაინც უნდა დიდად დაგეკრა პატარებს რაღაც აკრავდიო და აი მაგაზე პასუხი ნამდვილად არ აქვს. თვითონ ეს ეს არის შპალიერი და ცოტა რაღაცა ის არის ხარისხიანია და პრიალებს სავით და არაფერი პრობლემა არ იქნება, მე მგონი არ გაგვიხსნება გზაში. всё. ასე ჩემი ქალბატონი. ეხლა წავალ უცბად იმასვისად და ძალიან მისაწესრიგებელი ვარ, აი ესე ხო არ წავალ და რომ მოწესრიგდები გაქცევისას შემოგეკროლებთ. რომელია საათი აქ ვერც სიმავშვები, 5 წუთია, ზუსტად 10 წუთი მაქვს რომ. აი მე ეს თუ მოწესრიგება მარტო კადრები გამოუში ფათაფუთი. всё, ფული ჩავდე. კიდე აი ეს არ შევაგდე გასარეცხად, მეთქი სამუშაოს რო ვამთავრებ ყოველ მესამე დღეს ვრეცხავ ხოლმე და ალტოთი წასვლა ეხლა იქნებოდა. მაგარი მიქარვა, იმიტომ რომ ქუდი არ აქვს იმას და გარეთ კიდე
ქარიაუ. ეხლა 15 წუთზე კი გავრბივარ, მაგრამ ის არის შეიძლება 25 წუთზე გამოვიდეს. რა იყო კუდა? ნასკები ჩამოცვით. ეს ახლა როგორ ტოვებ ყვერტი ჩიბო? ვაიმე! ნახატიტა. ღმერთო, ნახატიტა აგრჩა ქალო. აი, დედას გაუქრე. რაც მიმაქის დამრჩოქრა. აი არა. სადმე გეჩქარებოდეს, შანსი არ არის. რამე დამრჩეს. და ძირითადად სულ რატომ ეჩქარე? რა იყო კუდა? ახლა მაინტერესებს მარშრუტკაში რომ ჩაჯდებოდი და რა? სადა გაქვს ნახატი რომ მიხვალ საძი რომ მოვლენ და ნახატი უნდა ვაი სამდენი ეს გასაღები ჩავიდო. აჰა. დავედით. გავიქეცით. ჰუ. კატებს ვაჭამე და კარი დავუკეტე რომ აი მე ღმერთო ძლივს იკეტებ რომ სხვა კატები შედიან ხოლმე. გავიქცეთ ქალო გაქცევის დროა. ვაი მე ტყუილა ვირბინე ეხა გაიარა მარშრუტკამ. ანუ მე უბრალოდ თადარიგი დავიჭირო რომ შეიძლება 15-იანი იყოს თქო და 25-იანი არა და აშკარად 15-იანი არ არის და 25-იანი, ამიტომ 5 წუთი აქ უნდა ვიდგე. აი თავარია. ნახატი ადგილზე მაქვს. ფული მე მგონი ჩავიდე და მოდი ვნახოთ. ეს და პლანი და დავდო და ესე მივიყუდებ. ეხლა რო არის ეს ფული და ახლა ამაზე გავიქცე. როგორ იქნება გუში ქალივით? ხო. ფერფასი ავიღე, ხა უნდა შევიტანო ჩემს ანგარიშზე ეს. იმიტომ რომ რა ჭირს. თურქეთისთვის ვაკროვებ. რა კაი გოგო ვარო ესენი არა კაი იყო რომ წყალი დაწყდა. აღარ შევყარ. ესე სუღია მაგ. კუდას მაგესმით სადამდე გამოდის და გუში წიღამე გარეთ რომ მეძინა ტახტზე რა მციოდა და ვერ შევედი. აი ესე იყეფებოდა რა ვიცი პირველ 2 საათზე და აი უკვე იმდენად მოთმინების ფიარა ამომივსო რომ შევაგდა შიგნით და კარი მიუკეტე. თან კარგიც იქნებოდა იმიტომ რომ ის არის მაგრად ციოდა და ჩავათბე. სათვალე მაგასაწმენდი. ქავალი მაქვს სადღაც სარფეთკი. გაშაწმენდა ხოლმე სოლის სარფეთკით სათვალეს და მე მშრალით და მშრალი მქონდა იმის გავწმინდა კარგად გაიწმინდა სხვათა შორის. ამის ჩასადები არა იქ მაქვს, თორე ამის საწმენდი მაქვს იქ. ესე იგი ბაზრობიდან რომ მოვალ ტვრიან. ხო, ტვეშას უტი ახლა კიდე გამიტყდა. უნდა დავაწებო. აი ეს ცხელი წებო ასტრა და ისე დავაწებებ. უი მაგის ისინი საყიდელი მაქვს. წებოები, ჩხირები. რაღაცები ჩამოვწერე, რაღაცები არ ჩამოვწერე. ვაიმე, წესთ უნდა მოვიდეს უკვე. წესთ უკვე უნდა მოვიდეს. ნახევარ საათში კი ვიქნები, ზუსტად 10-ზე ვიქნები იქ რა. 5 წუთზე რო გავყოლიყავი, კაი იქნებოდა, მაგრამ მეგონდა 15. ვაიმე, სახლი როგორი დავტოვე, გეფიცები, ეგეთი სახლი როდის მე თუ დამიტოვებია ვერ ვიხსენებ. ყირაზე დგა. სადღაც 1 საათი მჭირდება რომ მივალ სახლში რომ რაღაცა ცოტა აზრზე მოვიყვანო. მოვასწრებ რა და აურა უნდა დომხლის კერძი უნდა გავაკეთო ხალხო. იცით თქვენ დომხლის კერძი? დომხლის კერძი მომიტანა ლაშამ დომხალი ცოტა კარგად გემრიელად ვჭამეს. ცარიელი. ხო და უნდა გავაკეთო ხა რომ მივალ. ხახი უნდა მოვხრაკო დომხალი არის ის ანუ ადრეც თქვი და ბევრმა არ იცოდა. ანუ მაწონს ადუღებენ, წურავენ
იღებს თეთრი აღარ არის, ანუ მუქი ფერია, ესეთი ფერია. და კამით აზავებენ და ზაფრანით. ყვითელი ყვავილი არა, თვითონ დაუფქველი ზაფრანით, ფოთლებით. და რაღაცა ისე მჟავდება რა და ეხლა რაც იყიდება ხოლმე ძირითადად არის სულ ნაუცბათევად დამჟავებული, იმიტომ რომ ისეთი მძაფრი სუნი და გემო არ აქვს. მე ის ადრე მიყვარდა ხოლმე ბაბორო აკეთებდა. ეს ამ პროცედურას გადიოდა ხოლმე ქოთანში და მიწაში. მოხრა კავხავს, ამას გავხსნი წყალში, ცოტა ბლანტი რო იყოს. ჩავასხავ, წამოდუღდება, ვუზავ კიდე კამას და რა შემდგო ქვევო თუ იქნებაო, გიყიდიო იმ ყვითელ იმას. თვითონაც აქვს, მაგრამ მაინც. ხო, აი ეგ არის რაღაცა, აი არ ვიცი, უზომოდ მიყვარს. კილოღირს 10 ლარი აქ. აღარ მოვიდა. გავიყინე. ოთხი წუთი აკლია 10 და მეგონა ვერ მოვასწრებდი, მაგრამ ბიჭები მელოდებოდნენ და გაიყინე. ჩავაბარი ჩემი გოგო გავათხოვე, კეთილი მგზავრობა. და მადლობა დიდი. ეხლა რათა ვარ აქ. აი მე ზაღლო გაჩვდი რა. ლაშა მითხრა ჯერ კინოკავეულობის მაღაზიაში მიდივარ, სავარცხელი მინდა, შამპუნი მინდა, რაღაცა მოვიგეთ. აკაცი დავეთით. მოდი ხარ გავდიო ტელეფონს და სახში რომ მივართ ვერ შემოგიერთდებით. კარგით. რაღაცა დაიწვა. ო, თან მე საჭველზეც დავიფიქრო. მე ესე ყოველ მეორე დღეს აქ ვარ და ყოველ მეორე დღეს რაღაცაა შეცვლილი. აი ხა პრინციპში ეს იყო ცარიელი რა. და სულ რაღაცები პლასმასები, ჩემი სუსტი წერტილი. ეს ღირს 60 ლარი. დაია. 11 საკლია 25. და მორჩი ხალხნო ვიყიდე რაც მიდოდა. კიდია გუდურასავით. და დაახლოებით ალბათ. აი ესეთი. მოდით ამჯერად რა. ნორაკი ვიყიდო. გამახსენდა. 10 წუთი ამაშტყა გამოსულია და წესიც უნდა გავასწრო. აუ კალკოტ კონდა ვიყიდო. კალკოტ. კაი რა რაღაცებს დავინახო. კალკოტკაზე გავჩერდი რამდენიმე წუთი და ეხლა რომ მე ბანკში შევიდე თანხის შესატანად. სალამი ტატო. კარგად თავად. მე რომ ბანკში შევიდე, მარშრუტკა გამასწრებს და თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ სახლი როგორი დავტოვე, არა გებანკება ქალოწადი სახში. ხო და არა, იმიტომ არ მიმაქვს, არ შემაქვს ხოლმე ბანკში, აი მე არ გამეხარჯოს, იმიტომ რომ სულ რო ხელში მუჭაში მეჭიროს. არ ვარ ფრანგველთა კატეგორიიდან და რო ვიცი ისთვის ვაგროვებ, იმისთვის შევაგროვებ. ხო და შეიძლება ლაში წავიდეს და გავხეტან იმას. ერთადერთი ახლა რაც მკლავს, არის აი მხიძე გადარბენა. არ მკლავს, მაგრამ მეზარება. მე უნდა გავიქცე და მელოდე. არ გადამიტანო. ანუ თუ კარგავი არის ხა, თუ იმაშტყას გაუსწარი. გამოვა ისე რომ საათ ნახევარში სახში ვარ რა. მოსვლიდან. გზიანად. რა მაგარი გოგო. გახსოვთ შოკოლადზე რო გითხარით ვიყიდე მეთქი და რაღაცეები. საერთოდ არ მახსოვდა, რომ რაღაცეები მჭირდებოდა. გასაწყისისთვის. ხო და მე მგონი ყველაფერი ვიყიდე იმისთვისაც
ხო გავიქეცდე გავიქეცდე დავიღალი ხალხ რომ მივალ ამოვალაგოთ ეხლა ჯიბეში ჩავიდე და ტელეფონს თორე ხელები მიმეყინა ჩან დავწიო თორე კისერი მომაძრო გადავიხედოთ თან მარტყოფი თუ მარტყოფ დავინახავ ხელების ქნევა უნდა ვიწყო თუ დამინახო რომელია ზუსტად 15 წუთია გამოსული შანსი არ არის არ გამასწრებს დავიხარ აი ერთადერთი რაც დამავიწყდა ეხლა გამახსენდა თმის ლაკია პრესტიჟი საროჭკებისთვის რო ხმარო ხოდა სახში შევხვდით. აი მე გავიყენე მოვასწრები ფულის შეტანას. მაგრამ ამან დაიგვიანა. სახლისაკე ჰერი. ყავსაც მოვადუღებ კიდე. და ბიჭთან დავსხდეთ. მოვახერტი სახში. აიმე. ზეგი. ზუსტად 2 საათი ვარ გასული. 12:15 წუთია და 10:15 წუთზე გავარი. ხო, მე ვარ რა იყო. ისა კატებს გაუყარები. გზიან ყველაფრიანად. ბავშვებო, თუ გინდათ გამოდით. რა იყო ძაღლო? აუ, მომწყდა კისე. სარეცხი მაქვს და საფენი. გაყიდული და გამხმარია შიგვე. რა იყო მე ვარ? ჩამოვალე ხა და გაჭმევთ. ვაიმე სითბოში მოსვლა რა დიდი ბედნიერება. გაშტე და ტელეფონი თუ რა მოვიდა. ხე ეგრევე გადმოვედი, მე ქალი ვარ. აი ხა და ჩავიდე დაბლა და დავიწყოთ საქმიანობა. ყველაზე მაგარი რა არიცი. მოიცა სადაც დაგცვათ ერთი წამით. აი ცხვიში გავიდინე ხარანი. ძირითადად მათვია სახლის ტანსაცმელი და ადვილი არის ახლა ესე გაქცევა. გამოცვლა და რეჟიმში ჩადგომა ხალხნებო. ვაიმე. რა კაი გოგო ვარ, ესენი არ გავრეცხე. კაი გოგო ვარ, ეხლა უნდა გავრეცხო, რომ დღეს არსად არ მივდივარ და გაშრეს რა. ეს არის დავთარი რითიც წავედი, მაგრამ რაღაცეები ისე მომხდა თვალში, რომ ისე ვიყიდე რა. ჩაწერა რომ დამავიწყდა. ჩემი შავი რეზინი ძირითადად მაგას ხო სულ კარგავ. ეხლა ნახოთ რა ვიყიდეთ. და საერთოდ რაში გავაფრიალეთ დაახლოებით, რა ვიცი, ეს 150 ლარი ალბათ და 100 არ ვიცი ზუსტად, მაგრამ 100-ია. ნახოთ. სადაა ჩემი სამფეხა? კიდე კაი შემხდა კალგოტკა, თორე აი ეგ მავიწყდებოდა და მაგნოლიაში ხო უნდა წავიდე, რა ქვია, ორშაბათია და კვირას და რას ჩავიცმევდი, ვნახავდი ერთი. ეხაც მათვია სახლის, ანუ გასასვლელად ვიყიდეს კალგოტკა. პატარა ადგილას მარშრუტკაში გამოვარტყი და
სამსახურში კი ვიცი ხოლმე, მაგრამ ისი აღარ მიდე ხა ისე ვერჩერთ მე თან სქელი როა. ვერა რა. ესე სახმარად. ვერა. ვაიმე. მოკლედ ვიყიდე ესენი. არ ვიცი რა მინდა. არა, იდეაში ვიცი რასაც მინდა იმ ხა იმისთვის არ მინდა ნაძვის ხისთვის, სხვა რაღაცისთვის მინდა მე რა. კაფე არის. ორი ცალი ვიყიდე, ლარი და ერთი ცალი. და ვიყიდე ესეთი კალგოტკა სქელი რო აი სადმე აი ესე რო წავალ ხოლმე ჩავიცვა რა, სანამ გამოთრება რო ისა ხელი კალგოტკა მოხდა ხოლმე ცივა და ორი რომაც ვიყიდე, ეხლა რა 900 ხო ჩავიცვი. ეხლა ეს ვიყიდე მე ხორცისფერი, ანუ სინამდვილეში ეს ხორცისფერი, ანუ გონია რომ ფეხი ტიტველა გაქვს, მაგრამ სინამდვილეში ანუ შიგნე გამოკრული რაღაცა თბილი და მაგას აქვს ეგ ეფექტი. ეხლა ვიყიდე შავი. თბილი. ბოლომდე თბილია ეს. ეს არა ბოლომდე თათები არა აქვს თბილი, ეს რა კარგია. ესეც კაია და რეზინი აქვს. მოკლედ კაი. 10 ლარი ამ წინაზე ამაში მივეცი 12 ლარი და ეს უკეთესი 10 ლარი მივეცი ამაში. გავხსნათ ნახოთ. ეს გასასვლელად. ძალიან თხელია, მოთხარი არ ძალიან თხელი მინდა, არ ძალიან სქელი მეტი კაბაზე რო ჩავიცვა თქო რა. და რაღაცა მომცა აი 15, არა მე ვთხარ. 15 არა. ნუ მე რამე რო თირკმელა არ ამითახთახდეს. რამდენი რაღაცა აქვს. აი მე რა თხელია, ეს კი თვილად მეკდება რა ის რა ქვია. მე თხელი ხარ. რამდენიანი? 10 დენი. მიგიხდება თვალები არა გაქიქა. მიხატული. აი მიხატული და მოკლედ ამას ეგევე ჩავდებ რომ სანამ ჩავიცი ვერაფერს გამოვკრა იქ უჯრაში და არ გავაუბედურო. მოკლედ ეს ესე. ეხლა თავარი ყველაფერი დავსახურე. აი თავარი ის რაშიც დავხარჯე ფული და სინამდვილეში ხარ ნახავთ არც არაფერი არ მიყიდია, მაგრამ ფული შემომეხარჯა. ესენი უფრო პატარები მინდოდა, მაგრამ არ იყო და ნახოთ ჯერ ავით ვიყიდე და გამოდგება არ გამოდგება და რაღაცაში მაინც გამოვიყენებ ხე არის და ხე კიდე იცით რომ ჩემთვის ჩემი ერთ-ერთი ქვა და ხე არის ჩემთვის უძვირფასეთი მასალა. იდეაში ესეთი მსხვილები არ მინდოდა და არც მოსიგძელი, მაგრამ იყოს. ნახოთ შეიძლება გამოდგეს. არ გამოდგება, გადავჭრით რა პრობლემა არც არაფერი. ესეც შოკოლადებისთვის. ეს არის ივანე პატარა რო იყო, ამას ეძახდა რომ ის მინდა საცაცუნებელი. ეხლა გეტყვით ეს რა არის? ეს არის მაუსის დასადები. რაღაცას ვაკეთებს ხოლმე ხანზე დუდევ ხოლმე და ისე იბავშვება მაუსს და ეს მთხოვა რომ მიყიდევ და სხვათა შორის 5 ლარი მივეცი ამაში. ხო, ვიყიდე ჟელე სველითმის ეფექტით მეთქი რომ ხო იცი უნდა ვიყიდოთ ხო? ხო და მე ვთხარი, ეხლა ეს სველითმის ეფექტით რო არისო, ხო? ანუ სველის იერს გაძლევს მეთქი და რაღაცა თუ მოკლედო ეს არის გიფიქსირებს და არ გიხმობსო. ანუ მე მგონი ტყუილა ვიყიდი, მაგრამ რა ვიცი, მოვიღე 2.5 ლარი. ნახავ მე. აი მე ყველაზე ძვირი რაში მივეცი ხა გეტყვით, აი ამეებში. რამდენი ხანია უკვე ბარბარე მთხოვს რომ შამპონი შევცვალო, მაგრამ ფიზიკურად ვერსად ვერ წავედი რომ შამპონი შემეცვალა რა. ვიყიდე Wash and Go. ვაიმე შევცი და ოღონდ რაღაცა ლავანდა, მე მგონი თუ არ ვწდები. ნუ არ აქვს დიდად მაგას მნიშვნელობა. ხანდახან კაია ხოლმე. ვიყიდე ეს 6 და რაღაცა და 7 ლარამდე და ვიყიდე ეს 20 ლარი ღირდა სულ თირკმელა ამითახთახდა. ვიყიდე ეს იმიტომ რომ გადამოსხმის დროს ხოლმე ვერ საზღვრავენ რაოდენობას და ეს კაია. იმედია ერთხელ ეყოფათ. ხო.
ეხლა თავარი კიდე რაც ვიყიდე საპონი 72%-იანი, რომელი გინდაო იყო ქართული წარმოების და რაღაცები და ის იყო რუსული და არ ვიცი რატომ არა მომწონს ეს რუსული. ეხლა ნახავ ვასუნი როგორია. იმიტომ რომ წინაზე ლაშა მოიტანა, ოღონდ ქვემოთ იყიდა საეცხი საპონი და მაგას საეცხი საპონი სინამდვილეს თმაზე ვხმარობ ხოლმე, ხშირად არა, მაგრამ აი როგორც კი ან დაცვენას დამიწყებს რა რაღაცა და თან კაიც არის და ეკონომია არის ამისი რა. ანუ ერთხელ ამას ვისმევ ხოლმე, მერე ამას. შამპონს რა და ბარბარისთვისაც მინდა ეს, ჯერ სუნი ვნახო როგორ იქნება, ხა იქ ხარ გავხსნიდი რომ თმისთვის კაია რა ხანდახან. და ლაშამ მოიტანა ქვემოდან რა, საეცხი საპონი დავავალე, მოიტანა რა და ისეთი სუნია. აუ, საეცხი საპონის ძალიან მაგრად მიყვარს სუნი. მაგრამ იმას ისეთი სუნი აქვს, რომ გეფიცები ორი სოფლის ბუზი დაიხოცა. არა, გოგო კაია. აი მე ის არის საეცხი საპონი. აი მე ამას გადავახდე და ამას ჩავ. დამავალა კიდე კბილის ჩოტკი. და გამახსენდა რომ ეს შესაძლებელი მაქვს და რატო ვიჟმოტე და მესამეც არ ვიყიდე ნინოსთვის, ანუ ერთი ჩემია და ერთი ბარბარეს და ლაშას დავავალეთ მე რა. და მეუთხარი ახლა. რამდენი ხანი ხო ადრეც ის რომ მე მაჩალკები გაქვთ, ხო ძირითადად იქ ვყევდილობ ხოლმე ყველაფერს რა და მეუთხარი მაჩალკა მინდა უხეში. აი ბავშვი რო შევიყვანო და სახელი და გვარი რო გამოვიყვანო მარტო იქიდან. აი ვუყიდე, ერთხელ ვუყიდე, ორჯერ ვუყიდე და ერთხელ ვუყიდე, სხვა არ იყო და ინდუსტრიაში ვუყიდე, რომ ბავშვებს ხოდა დაებანა. გადავყარე მალევე და მე როგორიც მქონდა ისეთები ვუყიდე, მაგრამ ისეთები არ გამოდგა. ჩემიც რა როგორია, აი რომ კანს ზედაფენას უაძრობს და მე ეგ მიყვარს. აი ეს წულები როა და მარტო ქაფი როა ეგ არ შემიძლია. ხო და ბავშვებიც რომ მიეჩვენენ მაგას იმ რბილს ვერ ახმარობენ რა, აი ფორმალურად იფხაკუნებენ და მე ვთქვი აი აუხსენი სიტუაცია და აი ესენი არის ახლებიო. რისთვისაც წაველი მე საყიდლად ივანე რასაც ხმარობდა ხოლმე და რაც მოწონდა ის ღირს უცილარი ხალხო და ეხლა ვფიქრობდი ერთს თუ უყიდი, მეორესაც ხოლმე უყიდო და მესამესაც. წარმოვიდი მაჩალკაში ვიხდი მარტო 60 ლარს. მე ჩემ თავს ვთხარი გზაში რომ ანანა იცი რა ქენი ერთი იყიდე, ეგ ივანესთვის და მეორე იყიდე გაჭირი. დიდები იყო რა და ბარბარის და ივანი მას ეყოფოდა და მოკლედ ამ გოგო მითხავ ვიციო რაც გინდაო და რაღაცა და ესენი ახლები შეგოსულებიო და ღირსო 10 ლარიო ჯერ ხო გამიხარდა 8 ლარად ვიყიდე. ნახეთ ხახნ როგორია. რბილია და აშკარეთ ეს არის უხეშზე უხეში. ერთი წამოვიყე, ერთისთვის მეორე მესამე ესაა. რაღაცა საყვარლებია. ანა ძალიან თხელი, აი ძალიან თხელი. მაგრამ უხეშია. ხოდა ეს ვიყიდე. ეს ვიყიდე. ახლა თქვენ გონიეთ ბევრ ხარამი ვიყიდე, არაფერი, აი ეს რა არის, აი ხაი. რა ვიყიდე? ჩანს? 150 ლარი მაინც არის. ვიყიდე სავარცხელი ბარბარეს უნდოდა. თმა აქვს, გეფიცები დავარცხდიდია. უი არა გოგოწებო. წარმოვიდი ჩამოვივარწყდები და ჭადევენ მას. ჰქონდა და გაუფუჭდა და მარტო აი ეს უჭირავ ხოლმე და ივით ივარცხდის. ხო და რა ვიცი წამოუყე. ეს კაი მე მგონი რომ მსგავსი ტიპისა მაქვს უკვე წლებია და რა ვიცი კარგად თუ არ მოუღობოლო კარგად ვიხმარს. ხო, ზმეიკა ლაშა სპორტული გაუფუჭდა და ზმეიკა უნდა შეუცვალო დღეს. და მაისისთვის ვიყიდე კინძის თავები. წეგან მითხრა ბარბარემ, რომ ეხა კი არ მინდაო მაისისთვის მინდაო, მაგრამ კინძის თავები დამჭირდებაო. ცეკვაზე რა, ფესტივალზე ხომ მივიდივართ თურქეთში და ეს ზმეიკა რო ვიყიდე და დავიხედე ესეც იყო და მეთქი მერე დამავიწყდება და მოდი რა. თუ არ ვწდები რაღაცა კიდე ვიყიდე. არა? ხო, ვიყიდე კი. შნურაკები ვიყიდე. ნინოსთვის, ნინოს ფეხსაცმლისთვის. ბავშვისთვის მინდა მეთქი და მე მგონი ნორმალურია. და ეს არის რაღაცა რკინაკავეული მაყიდინა ლაშა.
ვიცი რაღაცები ვიყიდე, ნაწილები დავბოდი ძმაკაცურად იმ კაცებთან და აი რაღაცები ვიყიდე. და ეს ქვითარიც სამისი. ლაშასი არ არის და ანუ ქვითარი სჭირდებათ რა იმათ ვისაც მაყიდინე რაღაცა დაწესებულებისთვის თუ რა მოკლეთ რა და ქვითარი საჭირო ამიტომ ხო ემისია. ეგარი. აი გარი ხახო თუ მე რამე მეყიდოს გეფცები ერთი ფიქრობდი რომ ერაღა ნაგავი რამე ვიყიდო მეთქი შევჭაო მეთქი საწყობში შევიბენთქო და არა რო დავხედე სადაც ფული თანხაც ვერ შევიდე ასე რომ ხუდები ამოყარო უი ნინოს საყურებ და ნინოს ბეჭები სადაც ჩანთაში მიდი რატო მიდი აი ესე ხახნო აბაჰე და აბაჰო ეხლა დაგემშვიდობებით მომავალ ვიდეომდე ჩავდგები ფორმაში და დავიწყო საქმიანობა თორე რომ მოვლე სახში ფაქტიურად არც არაფერი არ მაქვს გაკეთებული და მე არ მყავს ხოლმე ბოდიადი რა მირჩევენ ეს სანამ არ არიან მანამდე დავალაგო აი ეგრე წავედ აბაჰე დროებით მომავალ ვიდეომდე დაგემშვიდობებით მეთქი მწვანეა თეთრი მხარია აკეთ კარგად გავთრევები ხა